მეგობრებო, მოდი ახლა ისეთი გაშლა ვნახოთ, რა მოდის თქვენ ცხოვრებაში, უახლოესი 10 დღის განმავლობაში. საშუალოდ პლუს-მინუს 3-10 დღის ვადები იყოს. სიტუაციურად რა მოდის, ვინ მოდის, გავიგოთ. იმისთვის რომ ვიტყვით თქვენია ეს გაშლა თუ არა, ვინ ხართ თქვენ, რა ენერგიებში ხართ ახლა, როცა ამ გაშლას უყურებთ, ან მოგივარდათ, ან თქვენ ნახეთ. რომ მიხვდეთ ეს გაშლა თქვენია თუ არა. ლაიკები არ დაგეზაროთ ენერგოცვლისთვის და გამოწერა ჩემი გვერდების YouTube-ის, TikTok-ის, იმისთვის რომ იყოთ ცხელ-ცხელი ახალი ვიდეოების კურსში ყოველთვის. ენერგიები გაქვთ ბავშვური, გულწრფელი, ესეთი ემოციური, პაშტასით ახალი სიყვარულის ამბავია, ახალი ემოციური ფონი გაქვთ, გაშლა არის ორივე სქესისთვის ჩემი გაშლები. ახალი სიყვარულის თასი გიჭირავთ. ან ძალიან ესეთი პატარა ბავშვივით შეყვარებულად გრძნობთ თქვენ თავს, ცოტა არ იყოს ასაკთან შედარებით და ну აქ 3 კარტიდან 3 არის თასი, პაშტასი, ტუსტასი, მეფე თასი. თქვენი სიყვარული არის შეიძლება ან თქვენ ბრძანდებით წყლის სტიქიის წარმომადგენელი, ან შეიძლება თქვენი პარტნიორია, ვის მიმართაც ესეთი წყლის მეფე შეიძლება იყოს თევზები, კიბორჩხალა, მორიელის ნიშანი, მაგრამ საერთო გაშლაში აუცილებელი არ არის. ან თქვენ ბრძანდებით, ესე იგი წყლის სტიქიის წარმომადგენელი, რაღაცა ეხა თქვენი კომფორტის ზონაში ხართ, შეიძლება სახლში ბრძანდებით, წიგნს კითხულობთ, ტელეფონს სკროლავთ, რაღაც ახალ ინფორმაციას ეცნობით, ეს შეიძლება ასევე იყოს ეზოთერიკასთან, ასტროლოგიასთან დაკავშირებული, შეიძლება იყოს უბრალოდ თქვენი კომფორტის ზონა, სადაც ძალიან მშვიდად და კარგად გრძნობთ თქვენ თავს. აქ რაღაცა პატარა შეიძლება ერთი ჭიქა შამპანიური, ღვინო, რაღაცა კიდევ თავის მისაყოლებლით. ყოველ შემთხვევაში აი მშვიდად და კარგად გრძნობთ თქვენ თავს და ისვენებთ. ეხლა ყველა ვარიანტში ისვენებთ ყოველგვარი ზედმეტი ფიქრისგან, ზედმეტი დარდისგან, სასმელისგანაც გინდათ რომ დაისვენოთ, მაგრამ პატარ-პატარა შეიძლება ლუდის სახით ან რაღაცის სახით მაინც წრუპავთ ხოლმე. 9 პენტაკლი გვიჩვენებენ. წინა გაშლაც 9 პენტაკლზე იყო და ერთი და იგივე ენერგეტიკის ხალხი სავარაუდოდ მოვიდა ამ გაშლაზეც, იმიტომ რომ თუ არ გინახიათ, ჯერ გადმოდით და ამის წინა გაშლა ნახეთ, იგივე ენერგეტიკული ველია თითქოს გადმოყოლებული მეორე სეზონად. მოკლედ, ფინანსებში არ გიჭირთ ყველა ვარიანტში, კარგად გაქვთ, მშვიდად გაქვთ საქმე, ისე გაქვთ, რომ აი შეგიძლიათ დასასვენებლად აგარაკზე იქნება, სახლში იქნება თუ სხვა ქვეყანაში იქნება, ესე მშვიდად წამოწყვეთ, წამოგორდეთ და დაისვენოთ თქვენი დაღლილობა მთელი წლის, ასე ვთქვათ, ახალი წლის ზამთრის არდადეგების პერიოდში რაღაცნაირად ენერგია ინაზღაუროთ და დამშვიდდეთ და გამოიძინოთ, წაიკითხოთ წიგნი იქნება თუ რა იქნება, ყველა ვარიანტში შეყვარებულ მდგომარეობაში ხართ. ტუსტასით აქ არის ემოციების ზღვა, აქ არის ფანტანი, რომელიც თასიდან ხელში გიჭირავთ და გადმოდის იმდენი ემოციური ფონია, ისეთ შეყვარებული ბრძანდებით და მეცხრეცაზე დაფრინავთ აი ამ სიყვარულისგან, კიდევ ვიმეორებ, ასაკს არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება პატარა ბავშვივით გრძნობთ შეყვარებული ამ ადამიანის მიმართ თქვენ თავს და რატო არ ჩერდება. და ძალიან ესეთი ემოციური ფონი გაქვთ. ეს კარტი, ეს ტუსტასი ვერ გავაჩერეს, სულ ჩამოდის ქვევით. მოკლედ შეიძლება ჩემზეც იყოს ვერ გეტყვით ეს ტუსტასი, რაღაცნაირად ემოციების ზღვა არ არის გამორიცხული, პრინციპში რაღაცნაირად დახვეებული პერიოდია საახალწლო ჩვენ ემოციებში და ასე ვთქვათ, სასმელის ბევრი დალევაც არ გამოირიცხება ტუსტასით და ამ თასების კარტებით. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ზედმეტი გადასვით, შესვით, ბევრი განსხვავებული სვით. მოკლედ, დამიწერეთ კომენტარებში, რა როგორ იყო და როგორ ჩაიარა თქვენმა საახალწლო ჭამასმის რეჟიმმა. ძალიან საინტერესო იქნება. ასევე შეიძლება იყოს უბრალოდ ასაკში სხვაობა, მენტალიტეტში სხვაობა, პაშტასით შეიძლება ასაკით თქვენ პატარა ხართ, ან თქვენი პარტნიორი არის პატარა და ესეთი სხვაობას ამას აჩვენებდეს მეფესა და პაშს შორის. ანუ რაღაცნაირი უფრო თითქოს თქვენ ხართ პატარა, ვინც უყურებთ, ან თავს გრძნობთ აი ძალიან პატარა, ახალ შეყვარებული ესეთი თინეიჯერულ ენერგიებში ხართ სიყვარულის, რასაც პრინციპში შეიძლება აღარც ელოდით. არა აქვს ასაკს კიდევ ვიმეორებ მნიშვნელობა. წავედით მაშინ თუ ვატყობთ, რომ ენერგია თქვენზეა, გავიგოთ ახლა რა მოდის თქვენ ცხოვრებაში, უახლოესი 3-10 დღის ვადებში. ინფორმატიულად.
ვიზა ძალიან ბევრს ოცნებობდით, ძალიან ბევრი ფანტაზიები გქონდათ 7-1000-ით, ვარდისფერი სათვალეები გქონდათ. თქვენთვის იყო რაღაცა ფანტასტიკა ამ ყველაფრის მიღწევა და ნახვა, რომელმაც ზურგი შეგაქციათ, ემოციური ფონი შეგაქციათ და ესე ვთქვათ, დატოვა ემოციური ფონი და წავიდა რაღაცა თავის გზაზე, ეს ადამიანი გამოჩნდება თქვენთან 6-1000-ით, ეს არის წარსული სიყვარული, წარსული ემოციური ფონი ადამიანთან, რომელთანაც შეხვედრა გენატრება, მასთან ერთად გატარებული წუთები და ემოციური ფონი ძალიან მნიშვნელოვანია შენთვის და ყველაფერს, ასე ვთქვათ, ყველა წუთს რაღაცა თავისი მოსაგონარი და მნიშვნელოვანი თარიღი და დღე შეიძლება გქონდეს. ეს ადამიანი გამოვა კონტაქტზე, გამოვა რითი, ძალიან კარგად გამოვა ემოციურად. 7 პენტაკლი კიდევ ბედის ბორბალითო რაღაცნაირად შემოbrunდება მაღალი არკანია ეს და იღბალი შემოbrunდება თქვენ მხარეს, თქვენი სახით. თუ აქამდე იყო აბსოლუტური გაშეშებულობა თქვენ ურთიერთობაში და არავინ და არაფერი არ ხდებოდა და სუსი არ იყო არც თქვენი მხრიდან, არც მისი მხრიდან, რაღაცა ცოტა პერიოდი შეიძლება საშუალოდ 1 კვირის ვადებში 7 პენტაკლით რახან 10 დღის ვადებზე გვაქვს საუბარი, შეიძლება კიდევ მოლოდინის რეჟიმში იყოთ, მაგრამ ბედის ბორბალით გამოჩნდება ეს ადამიანი ასე გიწერიათ, ასე ვთქვათ, სრულიად შეbrunდება ბედი და ამჯერად მოვა თავისი ემოციური ფონის გასაზიარებლად, თავისი მონატრების სათქმელად და რა უნდა უთხრათ ამ ადამიანს თქვენ? მაინტერესებს. კონფლიქტებზე არ წახვიდეთ და საქმის გარჩევებზე და წარსულის გახსენებაზე გეტყვით 5-1000-ით მე რო არ გამომივიდა მაშინ როცა მინდოდაო ესეთი ემოციური ფონით. დახვდებით მაღალი არკანი ამოდის კალოდის სირში და ჩამომივარდა მეორე მაღალი არკანი ეს არის თქვენი წინათგრძნობა, თქვენ ემოციურ ფონს დააკვირდით, იმიტომ რომ ეს არის ეზოთერიკი ქალბატონი ქურუმი, რომელიც ძალიან კარგად არის გარკვეული რაღაცნაირად წინათგრძნობებში, სიზმრებში, წინასწარ გრძნობს აი მოსალოდნელ კარგს და ცუდს, აი ყველა ვარიანტში ენდეთ თქვენ წინათგრძნობას ამ სიტუაციაში და მაგიო ამოდის აქ შეიძლება ჩემი კოლეგები მიყურებდით ქურუმი ქალი მაგი ესე იგი ყველაფერი თქვენ ხელშია ცოტა არ იყოს მაგათ ამოდიხართ და მაგებს აღარ ჩემგან რჩევა ნაკლებად გჭირდებათ მაგრამ ვინაიდან რჩევა ამოვიღე ეს არის 4-ვე სტიქია თქვენ ხელში როგორც იცით ჩემი კოლეგა ბრძანდებით თუ არ ბრძანდებით ასე ვთქვათ თქვენ კარგი მანიპულატორი ხართ 4-ვე სტიქია სტიქიებს შორის თქვენ ხელშია და რა სტიქიასაც აიღებთ და საითაც მისცემთ მიმართულებას ამ ურთიერთობას წავა იქით პირდაპირ გეუბნებით და ყველაფერი არის თქვენ ხელში. თუ ეზოთერიკოსი ბრძანდებით თქვენ წინათგრძნობას და ემოციებს, სიზმრებს, თქვენ გულის ხმას მიენდეთ, თუ არ ბრძანდებით, მაინც იგივეს გეტყვით, იმიტომ რომ აქ არის ძალიან კარგი შეგრძნება, ანუ ის რომ ყველაფერი არ გამომივიდა წარსულ დროს, როცა საჭირო იყო ამაზე, ჩაიციკლებით, ასე ვთქვათ, კარგი შანსები გეძლევათ მაღალი არკანი მე-10 ბედის ბორბალით რომ შემოაბრუნოთ თქვენ სასიკეთოდ და თქვენი სურვილის მიხედვით თუ ეს სურვილი გაგაჩნიათ მაგრამ მეფეთასით ვიტყვი რომ შეიძლება თქვენ უკვე სრულიად სხვა ადამიანი გიყვართ და უკვე აღარ აქვს ამ ადამიანის გამოჩენას მნიშვნელობა ყველა ვარიანტში თქვენ ემოციებს ენდეთ თქვენ გულის ხმას ენდეთ და იმოქმედეთ ამ მიმართულებით იმიტომ რომ ისე იქნება როგორც თქვენ გადაწყვეტავთ ამ შემთხვევაში კიდე რა მოდის თქვენ ცხოვრებაში უახლოესი 10 დღის 3 10 დღის განმავლობაში 5-1000 5 პენტაკლი მეფე ჟეზლის ესე იგი რაღაცნაირად აქაც კიდევ სხვა ადამიანზეა სრულიად სხვაზე ვინც ემოციურად სტრესში ჩაგაგდოთ მარტო დაგტოვათ რაღაცა არ გამოვიდა ეს მდგომარეობა და 5 პენტაკლით მის მონატრებაში ხართ ეს შეიძლება იყოს ნათესავი ძმაკაცი მეგობარი არ არის აუცილებელი რომ საყვარელი ადამიანი ასევე შეიძლება იყოს ყოფილი თქვენი ყოფილიც მაგრამ მარტო ყოფილზე ვიტყვით ვინც გენატრებათ ვისგანაც რაღაცა ენერგიის წყარო იყო თქვენთვის მასთან ურთიერთობა შეიძლება ძმაკაცი იყოს კიდევ ვიმეორებ ეს ადამიანი მოვა თქვენთან წოსთასით ეს მაპატიეთ პრინცთასით მოგიტანთ ემოციებს გაგახარებთ გამოჩნდება თქვენ არეალზე და ახალი ეტაპი იწყება ამ ადამიანთან ერთად ახალი შეიძლება მოგზაურობა შეიძლება ახალი თავგადასავალი ახალი პერიოდი და ეს ყველაფერი მიიღეთ სიხარულით 3-1000-ით მიიღეთ